გამარჯობა. დღეს უნდა მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი და ყველაზე არომატული დარიჩინის ფუნთუშები. ამ ვიდეოში არ იქნება ცომის მომზადების პროცესი, რადგან სტანდარტული ცომი მზადდება, თუმცა ცომის მომზადების დეტალურ რეცეპტს, რა თქმა უნდა, დაგიტოვებთ ვიდეოს აღწერაში. სტანდარტული დარიჩინის ფუნთუშა საერთოდაც არ არის წითელი, უბრალოდ მინდოდა რომ ოდნავ გამეხალისებინა და დავუმატე წითელი ფერის საკვების აღებავი. დარიჩინის ფუნთუშა არის გულსართიანი ფუნთუშა, რომელსაც მარტივად გულსართში აქვს დარიჩინის, კარაქისა და შაქრის ნაზავი. ფუნთუშებს შეგიძლიათ მისცეთ რულეტის ფორმა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ იმ ფორმით, როგორც მე ვაკეთებ ვიდეოში, ან შეგიძლიათ მთლიანად დაახვიოთ მასა რულეტივით და შემდგომ დაჭრათ შესაბამის ნაჭრებად. დარიჩინის ფუნთუშას აუცილებლად სჭირდება კრემი, რომელიც მზადდება შაქრის ფხვნილისგან, კრემყველისა და ნაღებისგან. მიღებული მასა ცხობის შემდგომ ოდნავ შეგრილებულ დარიჩინის ფუნთუშებს უნდა წავუსვათ თავზე. მე გირჩევთ, რომ არ დაინანოთ ამ მასის წასმა, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია. თუ გიყვართ დარიჩინი, გპირდებით, რომ ეს გახდება თქვენი საყვარელი ფუნთუშაც.